გამარჯობა. იმის შემდეგ, რაც დავიწყე ფრენბურთზე ვიდეოების გადაღება და კონტენტის შექმნა, ყველაზე ხშირად თქვენი მხრიდან მოთხოვნადი იყო, რომ ამეხსნა თქვენთვის რა არის 5-1 და როგორ დგანან მოთამაშეები მოედანზე. ხო და ვისაუბროთ ამის შესახებ. წინა ვიდეოში მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა პოზიციები არსებობს ფრენბურთში, რა ზონები გვაქვს მოედანზე. ახლა კი უკვე შევხედოთ, რომელი მოთამაშე, რომელი პოზიციის მოთამაშე რომელ ზონაში შედის და იმისათვის, რომ თქვენ უკეთ გაეცნოთ სქემა 5-1-ს, მე ავიღებ მაგალითად ჩემი გუნდის ერთ-ერთ თამაშის ვიდეოს, სადაც თქვენ ნახავთ დაინახავთ, თუ როგორ გადაადგილდებიან მოთამაშეები სისტემაში 5-1. მაგრამ სანამ ვიდეოს ყურებაზე გადავალთ, მინდა ეტაპობრივად გავიაროთ ის საფეხურები, რომლებსაც გადის გუნდი და მწვრთნელი იქამდე სანამ პირველი ბურთი გათამაშდება. პირველი ეტაპი არის, რა თქმა უნდა, გახურება გუნდის და ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბრებ. შემდეგ მსაჯი მიდის მწვრთნელთან და აძლევს აი ესეთ ფურცელს, სადაც მწვრთნელმა უნდა დაწეროს მოთამაშეთა განლაგება. უნდა დავიმახსოვროთ ის, რომ ეს განლაგება, რომელსაც შემდეგ გადაიტანენ პროტოკოლში, პროტოკოლი ქართული სიტყვაა? ანუ განლაგების ფურცელში, ეს არის განლაგება, რომელიც არ უნდა შეიცვალოს მთლიანი სეტის განმავლობაში. ანუ სწორედ ამ ფურცელზე დაწერილ განლაგებას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ანუ თქვენ როგორც ჩაგწერთ მწვრთნელი, რომელ ზონაშიც იწყებთ და ვინც მოდის თქვენ შემდეგ, აუცილებლად მთელი სეტის განმავლობაში მაგ თანმიმდევრობით უნდა ვიყოთ განლაგებულები. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ჩვენ ფრენბურთში თამაშობთ როტაციის პრინციპით, ანუ 6-ვე მოთამაშე რიგრიგობით აწვდის. ჩაწოდების თანმიმდევრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმისათვის, რომ ეს არ აირიოს, სწორედ ამის გამო ხდება პროტოკოლში ამ განლაგების შეტანა და შემდეგ უკვე მთელი თამაშის განმავლობაში მდივანი ამოწმებს, სწორედ გადიან თუ არა მოთამაშეები ჩაწოდებაზე. თუ დაირღვა თანმიმდევრობა, ეს ავტომატურად ნიშნავს დაკარგულ ქულას და ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგეს. ახლა კი გადავიდეთ და უშუალოდ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის 5-1. 5-1 არის სათამაშო სქემა, სადაც ჩვენ გვყავს 1 გამთამაშებელი და 5 თავდამსხმელი. სქემა შეიქმნა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ძლიერი შეტევა ქონოდა გუნდს. არსებობს მეორე სქემაც, რომელიც არის 4-2, სადაც გვყავს 2 გამთამაშებელი და 4 თავდამსხმელი. ეს სქემა არის უფრო სამოყვარულო დონის და გამოიყენება ძირითადად დამწყებ ფრენბურთელებში და ბავშვებშიც. როდესაც ჩვენ ვთამაშობთ სისტემით 5-1, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გამთამაშებელი, როდესაც წინა ხაზია თავისთავად ისაკეთებს გადაცემებს, ხოლო როცა უკანა ხაზია და ჩვენ ვიცით წინა ვიდეოდან გამომდინარე, რომ როდესაც გამთამაშებელი უკანა ხაზია, ის თამაშობს პირველ ზონაში, შემოდის პირველი ზონიდან და იქიდან აძლევს პასს სამ თავდამსხმელს, რომელიც ყავს წინა ხაზზე. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს 6 სათამაშო ზონა მოედანზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ჩვენი მხარე, ჩვენი მოედანი, აქ არის ბადე და დავაყენოთ მოთამაშეები. პირველ ზონაში, მეორე ზონა, მესამე ზონა, მეოთხე ზონა, ეს ზონა და მეექვსე ზონა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ესე და ესე. ეს ნიშნავს რას? რომ პირველ ზონაში მდგომი მოთამაშე არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე თამაშობს, ურთიერთკავშირშია იმ მოთამაშესთან, რომელიც არის მეორე ზონაში და მეექვსე ზონაში. ასევე მეორე ზონაში ვინც დგას, კავშირი აქვს მესამე ზონაში მდგომ მოთამაშესთან და პირველ ზონაში მდგომ მოთამაშესთან. მესამე ზონაში ვინც დგას, ანალოგიურად მეოთხე და მეექვსე ზონაში მდგომ მოთამაშესთან, ხოლო მეოთხე ზონაში ვინც დგას, მეხუთესთან და მესამე ზონაში მდგომ მოთამაშესთან. მეხუთე ზონის მოთამაშე უკავშირდება მეექვსე ზონის და მეოთხე ზონის მოთამაშეებს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩვენი მოთამაშეები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით, ამ ხაზებით. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ნომერი უნდა იყოს ბადესთან უფრო შორს, ვიდრე 2 ნომერი. ანუ თუ ჩვენ მოვინდომებთ, რომ პირველი ზონის მოთამაშე დავაყენოთ ბადესთან უფრო ახლოს, ვიდრე დგას მეორე ზონაში მოთამაშე, ეს იქნება შეცდომა. ასევე ვხედავთ, რომ პირველი ზონის მოთამაშე დაკავშირებულია მეექვსე ზონის მოთამაშესთან, უკვე ჰორიზონტალური ხაზით.
ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ზონის მოთამაშე არ შეიძლება უფრო მარცხნივ იდგეს, ვიდრე მეექვსე ზონის მოთამაშე. მოდი ვნახოთ, რითი იწყება ყველაფერი. ანუ პირველი განლაგება, რომლითაც ვიწყებთ თამაშს, როდესაც არის მოწინააღმდეგის ჩაწოდება, არის ასეთი. პირველ ზონაში ჩვენ ვიცით, რომ პირველი ზონა არის ჩაწოდების ზონა, ამაზე ვისაუბრეთ წინა ვიდეოში. პირველ ზონაში დგას ნომერი 13, რომელიც არის middle blocker-ი. ანუ პირველი ტემპი. მას მოყვება ბადესთან დგას 9 ნომერი, რომელიც არის გამთამაშებელი და ეს უკვე წინა ხაზია, ესეც გავიარეთ წინა ვიდეოში. შემდეგ მოვდივარ მე, რომელიც ვარ გარე თავდამსხმელი, ანუ კუთხის თავდამსხმელი, ნომერი 7. ჩემს გვერდით ხელმარცხნივ დგას მეორე middle blocker-ი, ნომერი 8. უკანა ხაზზე რომ გადავიდეთ, უკვე ვხედავთ 5 ნომერს, რომელიც არის დიაგონალური თავდამსხმელი და მოედანზე დგას მეორე გარე თავდამსხმელი, ნომერი 24, რომელიც იმყოფება ამ ეტაპზე მეექვსე ზონაში. ანუ ჩვენ მამწუხნელმა აი იმ ფურცელზე, რომელიც მას მსაჯებმა მისცეს თამაშის წინ, საწყისი განლაგება ჩაწერა ასე. ნომერი 13, ნომერი 9, ნომერი 7, ნომერი 8, ნომერი 5 და ნომერი 24. ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბერო დგას მოედნის გარეთ და ლიბერო ეცვლება პირველ ტემპს, ანუ middle blockers, უკვე როდესაც განლაგებას შეამოწმებენ მსაჯები. ამ სქემაზე ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ვისი დიაგონალია. ჩვენ გუნდში ამ ეტაპზე შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ასე. 13 ნომრის დიაგონალი არის ნომერი 8, 24 ნომრის დიაგონალი არის ნომერი 7 და 5 ნომრის დიაგონალი არის ნომერი 9. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პრინციპი იქნება მთელი სეტის განმავლობაში, ანუ დიაგონალები არ შეიცვლება. ყველა მოთამაშე იქნება იმ მოთამაშის დიაგონალზე, ვის დიაგონალზე დგას თავდაპირველ განლაგებაში. მოდით შევხედავთ ახლა როგორ დგავართ მიღებაზე. როდესაც ჩვენ თამაშობთ განლაგებით 5-1, ყოველთვის სტაბილურად გვყავს 3 მიმღები. ამ ეტაპზე ეს მიმღები არის პირველ ზონაში ლიბერო, ნომერი 1, მეექვსე ზონაში ნომერი 24, რომელიც არის გარე თავდამსხმელი და მეოთხე ზონაში, მეოთხეს და მეხუთეს შორის დგავარ ახლა ამ ეტაპზე, მე ვარ. არის მეორე გარე თავდამსხმელი. ანუ ეს 3 მიმღები სტაბილურად იდგება მთელი თამაშის განმავლობაში, უბრალოდ შეიცვლება სათამაშო ზონები. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე ჩააწვდის, ჩვენ ვხედავთ, რომ მოთამაშეები მიდიან თავის სათამაშო ზონებში. ანუ ჩვენ ვიცით, რომ დიაგონალი ამ ეტაპზე 5 ნომერი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას მიღებაში, ჩაწოდების შემდეგ გადადის თავის სათამაშო ზონაში, ანუ პირველში. middle blocker-ი, რომელიც იდგა ბადესთან და მის სათამაშო ზონა იყო მეოთხე, გადადის მესამეში, სადაც წესით უნდა იყოს. გამთამაშებელი რჩება მეორე ზონაში. 7 ნომერი, ანუ მე გადავდივარ მარცხენა მხარეს, საიდანაც შემდეგ უკვე შევუტევ და ლიბერო გადადის მეხუთე ზონაში. ანუ ყველა გადავიდა იმ ზონაში, სადაც უწევს თამაში პოზიციის მიხედვით. ამის შესახებ ვისაუბრეთ წინა ვიდეოში და თუ არ გიყურებიათ, გადადით და უყურეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ სად გვიწევს თამაში ჩვენ პოზიციების მიხედვით წინა ხაზზე და უკანა ხაზზე. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ხულა, ჩვენი გუნდი დატრიალდა, ასე რომ ვთქვათ, ჩაწოდებაზე გავიდა ნომერი 9, რომელიც არის გამთამაშებელი და როგორც აქამდე გითხარით უკვე, მისი დიაგონალი იყო ნომერი 5, რომლის პოზიციასაც ასევე ქვია დიაგონალი. დიაგონალი შევიდა წინა ხაზზე და ვხედავთ, რომ მარცხენა მხარეს აღმოჩნდა. ცენტრში დგას ნომერი 8, რომელიც არის middle blocker-ი, მის დიაგონალზე არის ლიბერო, რომელმაც შეცვალა მეორე middle blocker-ი და 7 ნომერი და 24 ნომერი ისევ ერთმანეთის დიაგონალზე არიან. გამთამაშებელი ჩაწოდების შემდეგ შედის მის სათამაშო ზონაში, ანუ პირველ ზონაში. უკანა ხაზზე გარე თავდამსხმელი დგას მეექვსე ზონაში, რომელიც არის მის სათამაშო ზონა, ლიბერო დგას მეხუთე ზონაში. წინა ხაზზე ეს უკვე ინდივიდუალურად შეგიძლიათ თქვენ თვითონ თქვენ გუნდში გადაწყვიტოთ, როდესაც დიაგონალი და გარე თავდამსხმელი დგას წინა ხაზზე, შეგიძლიათ რომ იმ ადგილებზე დარჩეთ, სადაც თქვენს უფრო კომფორტულია მაგ ეტაპზე ყოფნა. ამ ეტაპზე თქვენ ხედავთ, რომ მე დავრჩი მარჯვენა მხარეს, ხოლო დიაგონალური მოთამაშე ნინო დარჩა მარცხენა მხარეს, ანუ ეს არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ შეგვეცვალა ადგილები, მაგრამ ამ ეტაპზე გადავწყვეტეთ, რომ ესე გვეთამაშა და it's up to you, თუ გინდათ თქვენც ეგრე დარჩით. მას შემდეგ, რაც ქულას დავკარგავთ,
ან გავაფუჭებთ ჩაწოდებას, ან მოწინააღმდეგე ჩაგვიგდებს, ჩვენ ვდგებით ისევ მიმღების პოზიციაში. ახლა რა ხდება? გამთამაშებელი, რომელმაც ჩააწოდა, მის სათამაშო ზონა არის პირველი. ანუ ჩაწოდების მერე მას უწევს პირველ ზონაში დგომა და ვხედავთ სად დგას. მეორე ზონაში ამ ეტაპზე ვიმყოფები მე, რომელიც ვარ გარეთ ავდამსხმელი და ჩამოწეული ვარ მიღებაზე. ჩვენ ვიცით, რომ 3 მიმღები გვყავს სტაბილურად უკანა ხაზზე. ამ ეტაპზეც ვხედავთ, რომ ეს არის ნომერი 7, ნომერი 1 და ნომერი 24. და როგორც გითხარით, უბრალოდ ადგილები იცვლება, თორე სულ ჩვენ ვდგავართ მიღებაზე. გამთამაშებელს რაც შეეხება, გამთამაშებელი უკანა ხაზიდან, ანუ პირველი ზონიდან ბურთის ჩაწოდების შემდეგ, როდესაც მოწინააღმდეგე ჩააწუდის, უკანა ხაზიდან შედის წინა ხაზზე და პასაობს. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ 3 თავდამსხმელი გვყავს წინ, ნომერი 5, ნომერი 8 და ნომერი 7. იმის შემდეგ, რაც გამთამაშებელი მიცემს პასს რომელიმე თავდამსხმელს, ის ისევ გამოდის უკანა ხაზზე თავის სათამაშო ზონაში, სადაც უწევს დაცვაში თამაში, ანუ პირველში. გამთამაშებლის შემდეგ ჩაწოდებაზე გავდივარ მე, ანუ გარე თავდამსხმელი. ცენტრში გადმოდის ცენტრალური თავდამსხმელი ან ცენტრალური ბლოკი, ნომერი 8, ხოლო დიაგონალი, რომლის სათამაშო ზონაც არის მეორე წინა ხაზზე, გადადის და დგება მეორე ზონაში. გამთამაშებელი, რომელიც იყო მე-6 ზონაში, გადადის პირველ ზონაში და მე შევდივარ დაცვაში სათამაშოდ უკვე მე-6 ზონაში. ახლა შევხედოთ, როგორ ვდგავართ მიღებაზე ამ განლაგებაში. ანუ ჩავთვალოთ, რომ მე გავაფუჭე ჩაწოდება, ბურთი გადავიდა მოწინააღმდეგის, ქულა გადავიდა მოწინააღმდეგის მხარეს და მე ჩაწოდების შემდეგ უნდა ვიყო პირველ ზონაში. სწორედ ასეც ვიქცევი, ვდგები პირველში, ჩემს გვერდით განლაგების მიხედვით. შევხედოთ გრაფიკულად, როგორ იქნება გამოსახული, უნდა იდგეს გამთამაშებელი, მაგრამ იმის გამო, რომ გამთამაშებელი მიღებაში არ იღებს მონაწილეობას, იგი შეიწევა ცოტა წინ, ანუ დადგება ბადესთან. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გამთამაშებელს არ აქვს უფლება იყოს დიაგონალზე ახლოს ბადესთან. ამის შესახებ ვისაუბრეთ უკვე. და მე-5 ზონაში მიღებაზე დგას ლიბერო, პირველი ნომერი. აქვე შევხედოთ, როგორ გადაადგილდებიან მოთამაშეები წინა ხაზზე. ცენტრალური ბლოკის დამყენებელი, ნომერი 8, რომელიც იმყოფებოდა მეორე ზონაში, შედის მის სათამაშო ზონაში მიღების შემდეგ მე-3-ში. 24 ნომერი, რომელიც არის გარე თავდამსხმელი, დგას მის კუთვნილ მე-4 ზონაში და იქიდან განახორციელებს თავდასხმას, ხოლო დიაგონალი, რომელიც იდგა მე-3 ზონაში, გადადის მის სათამაშო ზონაში, ანუ მეორეში. ისევ დავტრიალდით, მე-3 განლაგება არის, როდესაც ცენტრალური ბლოკის დამყენებელი გადის ჩაწოდებაზე. ნომერი 8 გავიდა ჩაწოდებაზე და მეორე middle blockeri, ან ცენტრალური ბლოკი შედის წინა ხაზზე, რადგან ისინი ერთმანეთის დიაგონალზე თამაშობენ. ამ დროს რა ხდება? ლიბერო გადის და შემოდის ნომერი 13 ელენე და დგება მე-4 ზონაში. ჩაწოდების შემდეგ ცენტრალური ბლოკის დამყენებელი დაცვაში სათამაშოდ შედის მე-5 ზონაში. წინა ხაზზე ნომერი 24, რომელიც არის გარე თავდამსხმელი, გადადის მე-4 ზონაში, ანუ მარცხენა მხარეს. ცენტრალური ბლოკის დამყენებელი გადადის მე-3 ზონაში. ხოლო დიაგონალური თავდამსხმელი გადადის მეორე ზონაში. ყველა დგება მის სათამაშო ზონაში. ამ განლაგებაში მიღებაზე დგებით ასე. ცენტრალური ბლოკის დამყენებელი გადის და მის მაგივრად შემოდის ლიბერო პირველ ზონაში. გარე თავდამსხმელი ნომერი 7 დგას მე-6 ზონაში მიღებაზე და მე-3 მიმღები ნომერი 24 დგას მე-4 ზონაში. შევხედოთ ისევ ჩვენ გრაფიკულ გამოსახულებას. ანუ ამ ეტაპზე პირველ ზონაში არის ლიბერო,
მეექვსე ზონაში არის 7 ნომერი, ანუ მე გარე თავდამსხმელი, მეხუთე ზონაში იმყოფება გამთამაშებელი. სწორედ ეს განლაგება არის პირველი ყველაზე რთულად გასაგები გამთამაშებლისთვის, როდესაც ის შედის მეხუთე ზონიდან. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გამთამაშებელი მონაწილეობას არ იღებს ჩაწოდების მიღებაში და ის ამ ეტაპზე მაქსიმალურად ახლოს უნდა დავაყენოთ ბადებთან, იმისათვის, რომ მარტივად მისცეს პასი იმ თავდამსხმელებს, ვინც წინა ხაზზე ყავს. ამისათვის შევწიოთ ის ცოტა წინ, მაგრამ თან უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის მეხუთე ზონაში, ანუ განლაგებით არის მეხუთე ზონაში და არ შეიძლება რომ ბადებთან იყოს უფრო ახლოს, ვიდრე ის მოთამაშე, რომელიც არის მეოთხე ზონაში, ანუ ნომერი 13 ჩვენ გუნდში. ასევე უნდა გვახსოვდეს ის, რომ მოთამაშე, რომელიც განლაგებით არის მესამე ზონაში, ანუ ნომერი 24 ჩვენ გუნდში, არ უნდა იდგეს უფრო მარცხნივ ვიდრე მოთამაშე, რომელსაც უწევს მეოთხე ზონაში ამ ეტაპზე ყოფნა, ეს არის ნომერი 13 და არ შეიძლება იყოს უფრო მარჯვნივ ვიდრე მოთამაშე, რომელიც დგას მეორე ზონაში. როდესაც მოწინააღმდეგე ჩააწვდის, ჩვენ ხედავთ, რომ გამთამაშებელი მაქსიმალურად სწრაფად შედის მესამე ზონისკენ და იქიდან პასაობს. 24 ნომერი მეოთხე ზონიდან ახორციელებს თავდასხმა და ცენტრალური თავდამსხმელი უკვე დგას მესამე ზონაში. დიაგონალი კი, როგორც იდგა მეორეში, ისე რჩება. უკანა ხაზზე ლიბერო გადადის მეხუთე ზონაში, სადაც უწევს დაცვაში თამაში, გამთამაშებელი კი პასის აწევის შემდეგ გამოდის მის სათამაშო ზონაში, ანუ პირველში. შემდეგი განლაგება უკვე დიაგონალური თავდამსხმელი, ჩვენ გუნდში ნომერი 5 გადის ჩაწოდებაზე. გამთამაშებელი შესულია წინა ხაზზე და დგას მეოთხეში, ჩაწოდების შემდეგ გადავა მის სათამაშო ზონაში. ნომერი 24 გარე თავდამსხმელი მეორე ზონიდან გადმოვა მეოთხე ზონაში, საიდანაც შეუტევს. ცენტრალური ბლოკი ნომერი 13 დარჩება მესამე ზონაში. გარე თავდამსხმელი ნომერი 7 და ლიბერო ნომერი 1 კი გაცვლიან ადგილებს და დიაგონალური თავდამსხმელი შევა იმ ზონაში, სადაც თამაშობს დაცვაში, ანუ პირველ ზონაში. შევხედოთ, როგორ ვდგავართ მიღებაზე ამ განლაგებაში. დიაგონალური თავდამსხმელი მიღებაში არ იღებს მონაწილეობას, ამიტომ მას ვმალავთ უკანა ხაზზე. მეექვსე ზონის მოთამაშე ამ ეტაპზე ლიბერო იწევა ოდნავ მარჯვნივ. მას მოყვება გარე თავდამსხმელი ნომერი 7 და 24 ნომერი, რომელიც ამ ეტაპზე არის მეორე ზონაში, ჩამოდის მიღებაზე და დგება ოდნავ მარჯვნივ, ვიდრე არის ცენტრალური ბლოკის დამყენებელი, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ განლაგებით ვისაც უწევს მეორე ზონაში არ შეიძლება მარცხნივ იყოს, ვიდრე მოთამაშე, რომელიც მესამე ზონაშია, ამას გრაფიკულად უფრო მარტივად ნახავთ და გამთამაშებელი, რომლის სათამაშო ზონაც არის ამ ეტაპზე მეოთხე განლაგებით, დგას ოდნავ მარცხნივ, ვიდრე ცენტრალური ბლოკის დამყენებელი. ანუ წინა ხაზზე გვაქვს თანმიმდევრობა ესეთი. მეორე ზონაში არის ნომერი 24, მესამე ზონაში არის ნომერი 13, ხოლო მეოთხე ზონაში არის ნომერი 9. თუ დავდგებით მიღების პოზიციაში, ეს გამოიყურება ასე. დიაგონალის შემდეგ ჩაწოდებაზე გადის გარე თავდამსხმელი, ამ ეტაპზე ნომერი 24, რომელიც ჩაწოდების შემდეგ მიღებაზე შედის მეექვსე ზონაში, მის სათამაშო ზონაში. დიაგონალური თავდამსხმელი გადადის პირველ ზონაში, სადაც ითამაშებს დაცვაში. წინა ხაზზე ნომერი 13, რომელიც არის მეორე ზონაში ამ ეტაპზე, გადავა მესამეში, ხოლო გამთამაშებელი გადავა მეორე ზონაში. ამ განლაგებაში მიღებაზე ვდგავართ ასე. 24 ნომერი გარე თავდამსხმელი, რომელმაც ჩააწოდა დგას პირველ ზონაში. მეექვსე ზონაში არის ნომერი 5 დიაგონალი, მაგრამ ვიცით რომ ის არ იღებს მონაწილეობას მიღებაში და ამიტომ არის ჩამოწეული უკან და მას ვფარავთ. პირველი ნომერი ლიბერო ჩამოიწევა ოდნავ მარჯვნივ, მაგრამ აუცილებელია რომ მან არ გადაკვეთოს 5 ნომერი, ანუ არ შეიძლება უფრო მარჯვნივ იდგეს ვიდრე 5 ნომერი და მეოთხე ზონაში მყოფი გარე თავდამსხმელი ნომერი 7 ჩამოიწევა და იქნება მესამე მიმღები. წინა ხაზზე კი ვხედავთ, რომ middle blockeri არის მეორე ზონაში, ცენტრალური ბლოკის დამყენებელი და ის ჩაწოდების შემდეგ შევა მის სათამაშო ზონაში, ანუ გადავა მესამეში. ქულის მოპოვების შემდეგ ისევ დავტრიალდით, ჩაწოდებაზე გავიდა ცენტრალური ბლოკის დამყენებელი,
და წინა ხაზზე შესაბამისად შემოვიდა მისი დიაგონალი ნომერი 8 და ლიბერო გავიდა მოედნიდან. ამ ეტაპზე ჩაწოდების შემდეგ middle blockeri შემოდის ისევ მეხუთე ზონაში დაცვაში სათამაშოდ, წინა ხაზზე 7 ნომერი გადავა მარცხენა მხარეს თავდასხმის განსახორციელებლად, middle blockeri შევა მესამე ზონაში და გამთამაშებელი გადავა მეორე ზონაში. ქულის დაკარგვის შემთხვევაში ისევ იცვლება ცენტრალური ბლოკის დამყენებელი და ლიბერო, ხედავთ რომ ლიბერო ნომერი 1 შემოვიდა მიღებაზე და დგას პირველ ზონაში, მეექვსეში დგას ნომერი 24, მეორე მიმღები და 7 ნომერი ჩამოწეულია მესამე მიმღებად მეხუთე ზონაში. დიაგონალური თავდამსხმელი ამ ეტაპზე არის მეხუთე ზონაში და ის უნდა იყოს აუცილებლად უფრო მარცხნივ ვიდრე ნომერი 24 და გამთამაშებელი არის მეორე ზონაში, სადაც დარჩება ამ გათამაშების ბოლომდე. ხოლო ცენტრალური ბლოკის დამყენებელი, რომელიც არის მეოთხე ზონაში, ჩაწოდების შემდეგ შევა მის სათამაშო ზონაში მესამეში. იმედი მაქვს, რომ ოდნავ მაინც დაგეხმარებათ ეს ვიდეო იმის აღქმაში, თუ სად უნდა იდგეთ მოედანზე და რას ნიშნავს ზოგადად სისტემა 5-1. კარგი იქნებოდა, რომ მე როდესაც ვთამაშობდი, იმ დროს ყოფილიყო ესეთი შემეცნებითი ვიდეოები ფრენბურთზე. რაც შეეხება იმას, თუ მე როგორ ვისწავლე 5-1, წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ არ მახსოვს. დიდი ალბათობით შემაგდეს დიდებთან ერთად მოედანზე და ისინი ხელით დამათრევდნენ და დიდი ალბათობით მეჩხუბებოდნენ კიდევაც. მე კი გეტყვით იმას, რომ იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ მომავალში საინტერესო ვიდეოები ფრენბურთზე, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი. აქვე არის ზარის ღილაკი სადღაც, იმასაც მიაჭირეთ, დალაიქეთ, დამიკომენტარეთ ის თუ რა კითხვები გაგაჩნიათ და გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი სივრცე, სადაც ამ ვიდეოს ვიღებ, არის ბარი ნაირობი ბათუმში, რომლის არხიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ იმისათვის, რომ კიდე დამითმო ხოლმე და ესეთი ლამაზი ვიდეოები ჩაგიწეროთ. აბა კარგად.